20 წლის წინ ამ ძირძველ მიწაზე ქალბატონ ლეილა ლადაშვილის დიდი შრომისა და რუდუნებით დაარსდა ქართული გიმნაზია. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ლეილას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მხარში დაუდგა. ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე სკოლის იუბილეს აზეიმო ვითარებაში აღინიშნა. უამრავი თბილი სიტყვა, მილოცვა, კეთილი სურვილები, საჩუქრები, ყვავილები, დადებითი ემოციები და მხურვალე ტაში. მეხუთე საჯარო სკოლას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. მაღალკვალიფიციური პედაგოგები, წარმატებული მოსწავლეები, გრანტოსანი სტუდენტები. ეს სკოლის 20 წლიანი ისტორიის ნაწილია. ამ სასწავლებელმა უკვე არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა ჩვენი ქვეყნის ბოლნისის ღირსეული მომავალი და სამართლიანად შეიძლება ეს სკოლა სასწავლებელი უკვე წარმატებულად ჩაითვალოს. მე ვიდა განსაკუთრებით აღნიშნო უდიდესი ღვაწლი ქალბატონ ლეილა ალადაშვილის, რომელიც არის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი ამ სასწავლებლისა. უსურვო მას მთლიანად მისი მეთაურობით დირექტორს ქალბატონ მანანას და მთელს პედაგოგიურ კოლექტივს ნაყოფიერი მოვაწეობა და კიდევ არაერთი ღირსეული თაობა გასცილებას ამ სასწავლებლის კედლებში. მე მინდა მიულოცო ყველა მასწავლებელს, გიმნაზიელს, ყველა მშობელს, თითოეულ ბოლნისელს ეს საზეიმო დღე, ვინაიდან გიმნაზია არის ის საგანმანათლებლო კერა, რომელმაც შეძლო თავისი სიტყვა ეთქვა სწავლა-სწავლებლის პროცესში და აღეზარდა ბევრი ღირსეული თაობა. მე ამაყება რომ მე ვიყავი პირველი მასწავლებელი, პირველი გიმნაზიელების, პირველი დამრიგებელი და მე ამაყება რომ ამ პირველ გიმნაზიელებში იყვნენ ჩემი შვილებიც და ღირსეულად ატარებენ გიმნაზიელების სახელს. მე ამაყება რომ ამ გამოშვებამ, რომელმაც 2006 წელს ჩააბარა ეროვნული გამოცდებით, 18 კურსდამთავრებული იყო და 18-ვე გრანტით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის 3 100%-იანი გრანტი და ერთ-ერთი იყო ჩემი შვილი. ამის შემდეგ კვლავ ძალიან ბევრი თაობა გამოვიდა გიმნაზიის კედლებიდან, რომლებმაც ღირსეულად გააგრძელეს ყველა ის ტრადიცია, როგორც ეკადრებოდა ამ სკოლას, როგორც ეკადრებოდა მათ პედაგოგებს, როგორც ეკადრებოდა მათ სოდნას და მე მინდა ყველა გიმნაზიელს უსურო წარმატება. დაარსებიდან მასთან ერთად ვარ, მასთან ერთად გავიზარდე, მასთან ერთად გადავდგი პირველი ნაბიჯები და ჩემი შვილებიც ჩემთან ერთად დადიოდნენ. 3 ჯერ გამოვიცვალეთ ადგილი, ბოლოს რომ დამკვიდრებულიყავით იმ ადგილას, სადაც ახლა გიმნაზია არის. მე მიხარია გიმნაზიის წარმატების, ქალბატონი ლეილას დაუღალავი შრომის, რომელიც მან გასწია და მართლაც დაუფასდა ღირსეულად. თქვენ ნახეთ ის დაფასებული ბავშვები, ის ადამიანები, მათ შორის ნახეთ ჩემი შვილიც, რომ აღებებული ვარ და ვერ ვიკავებ ახლა იმას, რომ არ გამოვთქვა ეს ემოცია და მე მიხარია, რომ ამ სკოლამ ასეთი შვილები, ასეთი მოქალაქეები, ასეთი სამშობლოს მოსიყვარულე შვილები გაუზარდა მას. სკოლის დაარსებიდან 20 წელი გავიდა, წლები, რომელსაც თასდებდა სიხარული და მწუხარებაც. როდესაც საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები იხურებოდა, ახალგაზრდა ქალბატონმა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკმა ლეილა ალადაშვილმა გადაწყვიტა საკუთარ ქალაქში შეექმნა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც საბჭოთა კავშირის სკოლებისგან განსხვავებული იქნებოდა. ახალი ხედვებით, იდეებით, გადამზადებული პედაგოგებით, ახალი სასწავლო გეგმით და სახელმძღვანელოებით. მან პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორთან ზურაბ ვახანიასთან ერთად ჩამოაყალიბა კონცეფცია, შეიმუშავა გეგმა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა იდეის ავტორებს სამინისტროსთან შუამდგომლობა გაუწია და 1995 წლის 1 სექტემბერს გიმნაზიაში პირველი ზარი დაირეკა. მივიღე ახალგაზრდა მერხიდან ამდგარი მასწავლებლები, სტუდენტის მერხიდან წამომდგარი მასწავლებლები, წავიყვანე მაშინვე იმ ზაფხულსვე ტრენინგებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამიმართლა, რომ მათ შეძლეს აი დღევანდელ დღემდე მოეყვანათ სკოლა. ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ სკოლა მეორე წელსვე დაიხურებოდა, იმიტომ რომ არ ქონდა არც შენობა, არც ინვენტარი, არაფერი, არც მატერიალური და არც ადამიანური რესურსი, მაგრამ ფიქრობ, რომ დამსახურებული ავტორიტეტით დღევანდლამდე მოვედით. მე უკვე მქონდა ერთი სკოლა თბილისში დაფუძნებული საავტორო სკოლა და აი რაღაც იმის მსგავსი სკოლა რომ დაფუძნებული იყო ბოლონიშიც. აი ეს აზრი გაუჩნდა ლეილას. მაშინ თბილისში მუშაობდა მთლიანად, წარმოშობით კი იყო აქედან, მაგრამ აქ არ ქონდა რაღაც არაფერი ისეთი და მაშინ გადაწყვიტა რომ
თუ საჭირო იქნება იქაც გადავალო საცხოვრებლათო და ოღონდ ეს საქმე გავიტანო მხოლოდ ბოლომდე და გავაკეთო. რთული იყო მუშაობა. გიმნაზიის დამა არავინ იცოდა ახლად ფეხადგმული გიმნაზია გაამართლებდა თუ არა. მძიმე წლები, ეკონომიკური სიდუხჭი, საკუთარი შენობის გარეშე. სკოლა მრავალი წელი ამ პირობებში გაიარა. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ნომერ მეხუთე საჯარო სკოლა საკუთარი შენობა აქვს. ყავს წარმატებული მოსწავლეები, გადამზადებული პედაგოგები. აქტიურად ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი და ფრენბურთის გუნდი. სკოლამ ნელ-ნელა მოსახლეობის ნდობა მოიპოვა და საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. დღეს გავლილი წლებს სიამოვნებით იხსენებენ პედაგოგები. ყოფილი და მოქმედი მოსწავლეები ყვებიან თავს გადახდენილ ისტორიებს და ერთმანეთს სკოლის 20 წლის იუბილეს ულოცავენ. მე-12 კლასელებმა კი ყოფილ ხელმძღვანელს სიმბოლურად ფასწლავი გაუწია.